ალბათ ფიქრია რა აჩვენეს რომ არ არსებობს საკითხი, არ არსებობს არანაირი ჰუმანური, მორალური საკითხი, რომლის წინააღმდეგ არ გაილაშქრებენ, თუ კი გრძნობენ რომ ეს მათ ძალაუფლებასთან არის დაკავშირებული და აი თავად ამ კატეგორიებით აზროვნება რომ გადარჩენილი ადამიანი ყვება იმას რაც ნახა საკუთარი თვალით და ეს ემუქრება მათ ძალაუფლებას. ასეა აღქმული ეს ყველაფერი და ძალაუფლების დაკარგვის წინაშე ისინი ყველაფერზე მიდიან. ეთანხმებით, აი რაც ახლა ვთქვი, თქვენ ამ მოსაზრებაზე ხართ? დიახ, სამწუხაროდ ვეთანხმები და გავიმეორებ მეც დაახლოებით იმას რა შეგრძნება და აღქმაც მაქვს რომ ხელისუფლებაში როდესაც დიდხანს რჩება ესა თუ ის პოლიტიკური ძალა და რჩება არა უკვე ხალხის არჩევანის ხარჯზე, არამედ რჩება სხვადასხვა მახინაციებით და სხვადასხვა მექანიზმებით. 2020 წელს ისინი აშკარად კოვიდით გავიდნენ ფონს და ეს მაშინდელი პანდემია ნუ მოხდა ხელისუფლებამ გამოიყენა რაღაცნაირად ეს შიში და დაზაფრულობა საზოგადოების. შემდგომ ამ ხალხმა ომის შიშით დაზაფრა ჩვენი საზოგადოება და ეს ძალიან მძიმე შიშია. მე ველაპარაკები ადამიანებს და ეს შიში იმდენად ერთის მხრივ ირაციონალურია და მეორეს მხრივ ჩვენ ყველანი ვხედავთ რომ ამ შიშის კულტივირებას ახდენს ეს ხელისუფლება და აი ამ ტრაგედიის შოვის ძალიან მძიმე მასშტაბური ტრაგედიის დროსაც ისინი დაკავებული იყვნენ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებით, მხოლოდ სკამების შენარჩუნებით. წარმოუდგენელია მართლაც თვალყურს ადევნებდე ამ ყველაფერს და არ გაგიჩნდეს შეკითხვები და შეკითხვებზე პასუხის გაცემის სურვილი არ არსებობდეს. ჩვენ კიდე ბევრი რამ აი აქ რასაც მე ვისმენ უკვე ცოცხლად ადამიანებისაგან საოცარი ასე ვთქვათ გმირობა გასწიეს მართლაც გლოლელმა ბიჭებმა, რომლებიც მიუხედავად იმისა რომ ინფორმაცია ჯერ პრაქტიკულად მათგან გავიდა ინფორმაცია, იმიტომ რომ პირველი ტალღა ინფორმაციისა და მეც ასე მივიღე პირველი ინფორმაცია იყო რომ მეწყერი ჩამოწვა, ვარცოფი იყო, მაგრამ აი სანსეთ შოვის ტერიტორიაზე გადარჩა ხალხი, ხო? და ხელისუფლებაც პრაქტიკულად ამ ინფორმაციას გვაწოდებდა და ამ გადარჩენილებშიც ეს ადამიანები იყვნენ პირველი გადარჩენილები, ანუ ვინც თავისთავადაც გადარჩნენ და იმ რაღაცა კუნძულზე აღმოჩნდნენ შესაძლოა გარკვეული რაღაცა დაბრკოლებების ცხადია გადალახვა მოუწიათ ზოგს ტყეში ასვლა, ზოგს უფრო უსაფრთხო ადგილას გადასვლა და ასე შემდგომ. რაც შეეხება დანარჩენებს, ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც ჯელაძემ და მისმა ოჯახმა, ისე ადამიანებმა და სხვა ადამიანებმა თვითონ საკუთარი ძალებით შეძლეს თავიანთი ოჯახების და საკუთარი თავის გადარჩენა. ეს ადამიანები, ასე ვთქვათ, სამაშველო ოპერაციას არ გადაურჩენია. ეს ადამიანები, რომლებიც თვითგადარჩენის რეჟიმში იყვნენ და იქ ადგილობრივები მიეხმარნენ უკვე როდესაც ისინი სხვადასხვა გზებით და სხვადასხვა შემოვლითი ბილიკებით მიადგნენ იმ ტერიტორიას და ბევრი მონაყოლი ვნახეთ, ხო, ასეთიც რომ რაღაცა ფიცრების გადებით გაიყვანეს აი ამ მეწყერული ტალახის დიდი ზონიდან ადამიანები და ასე გადარჩნენ. ანუ ჩვენ უნდა დავსვათ აუცილებლად შეკითხვები. ტყუილად ნუ გადაიტანენ მაშველებზე ისრებს, იმიტომ რომ ისინი მართლაც შეუძლებელს აკეთებენ ამ დღეების განმავლობაში და წარმოუდგენელია მათ ადგილას. აი შეკითხვები, რომელიც ახსენეთ, ქალბატონო ფიქრია. სადმე დიახ. შეკითხვას დავასრულებ თუ შეიძლება ვახო. ეს შეკითხვები არის ვინ მიიღო თანამდებობის რომელმა პირმა მიიღო გადაწყვეტილებები, როდის უნდა დაწყებულიყო სამაშველო ოპერაცია, როდის უნდა აფრენილიყო სამაშველო ვერტმფრენები და მისულიყო დანიშნულების ადგილას, როდის უნდა შემოწმებულიყო აი ის ზონა, სადაც ვარცოფი ჩამოწვა, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ინფორმაცია ჩვენ მხოლოდ ცოცხლად გადარჩენილებისგან მივიღეთ თავდაპირველად და კარგახანს ამ ინფორმაციით ვიკვებებოდით და ოფიციალური სხვა რამ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობდა. ვინ მიიღო გადაწყვეტილება რომ დაბინდებისთანავე ეს სამაშველო ოპერაცია უნდა შეწყვეტილიყო. ვინ არის ის თანამდებობის პირი ან პირთა წყება, ვინც ამდაგვარი გადაწყვეტილებები მიიღეს. უბრალოდ წარმოუდგენელია რომ ჩვენ ამ შეკითხვებზე პასუხები არ გქონდეს. ეს შეკითხვები არ არის უბრალოდ პოლიტიკური ნიშნით დასმული შეკითხვები. გესმით, აი ხანდახან მერიდება კიდეც რომ აი რაღაცა პოლიტიკური ნიუანსი შემოიტანოს ადამიანმა ამ დიდ ტრაგედიაში. ამ შეკითხვებს სვამენ გარდაცვლილ
გუთაშვილების ოჯახები ცოცხლად გადარჩენილებიც სვამენ ამ შეკითხვებს, ხომ? მე იმ დღეს გუტაშვილების ორი ახალგაზრდის დაკრძალვაზე, აი ყველა ამ ადამიანს ხედავდი ჯელაძეს, ხედავდი ადამიანს, რომელიც შვილს ეძებს, ცოლი და ორი შვილი იპოვა გარდაცვლილი და ეძებს და მე არ მეყო ძალა. უნდა გამოვტყდე, არ მეყო ძალა ადამიანურად, რომ მივსულიყავი და იმ ადამიანისათვის რაღაც სანუგეშო სიტყვა მეთქვა. და თავად გუტაშვილების ოჯახი, რომელმაც კი იპოვეს თავისი ანგელოზივით შვილები გარდაცვლილი, მაგრამ მათი ნათესაობა არის ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, საძებნი, ხომ? ისინი სვამენ ამ შეკითხვებს აუცილებლად ჭირდება პასუხები და რაც მთავარია არის კიდევ ის, რაც მთელი საქართველოს თვალწინ გათამაშდა და გახდა ხო ცნობილი, რომ თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სტიქიური უბედურების დროს იძლეოდნენ დაპირებებს, რომ დაყენდებოდა წინასწარი პრევენციული შეტყობინების აპარატურა შესაძლო, ასე ვთქვათ, საფრთხეების ზონებში, რომ იქნებოდა ღამის ხედვით აღჭურვილი ვერტმფრენები. და ჩვენ რა ვნახეთ? ვნახეთ მათ შორის გამოყოფილი ფული ბიუჯეტიდან, მაგრამ რატომღაც ეს აუცილებლად საჭირო აპარატურა და დანადგარები არ იქნა შეძენილი, არ იქნა დამონტაჟებული ეს ტექნიკა, რომელიც თავიდან შესაძლოა სრულად ვერ აგვაცილებდა მსხვერპლს, მაგრამ მასშტაბს შეამცირებდა, მასშტაბს აგვაცილებდა. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვინმე სტიქიური უბედურება უნდა აგვაცილოს თავიდან, მაგრამ სოფლიოში არსებობს გამოცდილება იმისა, როგორ გახდეს შედარებით უვნებელი მსგავსი სტიქიური უბედურებები. თქმა უნდა, 100%-ით ვერ ხვდება ამის გაუნებლობა, გააჩნია სხვადასხვა შემთხვევას, მაგრამ ცდილობაც რომ არ არის, აქ ამაზეა ლაპარაკი.